თითქოს საკუთარ თავს კარგავ. დაკარგვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ უფრო გარდატეხა ხდება ქალის, როცა დედა ყვირის, დედა დაღლილია, დედა ბავშვს ეჩხუბება. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი პარტნიორი გვიყვარდეს მისი სიყვარულის ენით. ჩემი შვილი როგორ დავტოვო და ხო კარგად იქნება ჩემს გარეშე და სულ ნერვიულობდი, სულ შფოთავდი იმაზე გამომივიდოდა თუ არა, ბავშვსაც ყურადღება მოვაკლო, ესეც არ გამომივიდეს, აი სულ დილემის წინაშე ვიყავი, რა ვქნა. ზოგიერთისთვის ვიზუალური ძალიან მნიშვნელოვანი არის და ცდილობენ, რომ თავიანთი ცუდად ყოფნა ამ ყველაფრით გადაფარონ. და შეიძლება პრობლემას სხვაგან იმალებოდეს და ეშინიათ, რომ თვალებს ჩახედონ და გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს უფრო მარტივად. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მარიამ გუჩანი. მარიამ, მოგესალმები. გამარჯობა. ჩვენი დღევანდელი თემა არის ორსულობის შემდეგ ჩემი თავი დავკარგე. დედობა ძალიან გწვლის, ალბათ შენც ქონია ეს ეტაპები, როდესაც აი რაღაც ცვალებადი ეს ეტაპები გაიარე, იყო აი რაღაცა დედობის მიღმა რა ხდება, როგორც ქალი როგორ ჩამოყალიბდი, შენი ცხოვრებისეული ეტაპები როგორ განვითარდა უკვე როგორც ქალის დედობის შემდეგ. ძირითადად ამ თემაზე ვისაუბროთ დღეს. მოდი, პირველი კითხვა იქნება ჩვენი ესეთი, აი როგორ შეიცვალა შენი წარმოდგენა საკუთარ თავზე მაშინ, რაც დედა გახდი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და დავიწყოთ. ესე იგი, ორსულობის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ჩემი შვილის დაბადებამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა და ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი და ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა რთული იყო პირველი რამდენიმე თვე დედობის და ყველაზე უცნაური, ცუდი შეიძლება ითქვას, იყო ის, რომ მეგონა რომ მზად ვიყავი, მაგრამ თურმე არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მზად. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოება არ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას მომავალ დედებს არ აწვდის, უბრალოდ უკვე დედა ვარ და ეხლა ეს შემიძლია თქვა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცვლება ქალის ცხოვრება მას შემდეგ, როცა დედა ხდება. იცი რა, ესეთი კითხვა მაქვს, რა თუ ქონია ეგეთი შეგრძნება, აი დედებს ხშირად უჩნდებათ ხოლმე ესეთი შეგრძნება, რომ აი ის აღარ არის, აი რაღაცა სხვა არის. შენ თუ ქონდა მსგავსი შეგრძნებები? ქონია, რა თქმა უნდა. თითქოს საკუთარ თავს კარგავ. ამაზე პოსტიც მქონდა გაზიარებული, რომ ორსულობის შემდეგ საკუთარი თავი დავკარგე თქო. დაკარგვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ უფრო გარდატეხა ხდება ქალის. ეს არის ეტაპი, როდესაც შენს ძველ ცხოვრებას ემშვიდობები და იწყება ახალს, თუმცა აი ეს პროცესი არის, როდესაც ძველი ვერსიის და ახალი ვერსიის შერწყმა ხდება და ქმნის სრულად ახალ ადამიანს. და აი ამ პროცესში ბევრი იკარგება და ბევრისთვის ძალიან რთული გადასატანია. იდენტობის კრიზის თუ იწვევს რაღაც ეტაპზე ეს? რა თქმა უნდა, ზუსტად ამის გამო, რომ ძველის და ახალი ადამიანის შეხვედრა ხდება და პლუს ის, რომ ხდება ფოკუსირება იმ პაწაწინა არსებაზე, რომელიც შენატარე ზღრათვით, მუცლით და მთელი შენი სამყარო, შენი ცხოვრება ტრიალებს ერთი ადამიანის ირგვლივ და ამ პროცესში საკუთარ თავს კარგავ, გავიწყდება, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედო, თუნდაც თმა დაივარცხნო, ერი დაიბანო, ან პიჯამო გაიყრადო, რომელიც შეიძლება ერთი კვირა გეცვალს. შენ აღნიშნე სხვათა შორის, რომ სოციალურად ანუ თვითონ საზოგადოება არა, ესე ვთქვათ, არ ინფორმაციას არ აწვდის თუნდაც დედებს რა ეტაპები შეიძლება რა კონკრეტულად რა ეტაპებზე გაქვს საუბარი, რა ინფორმაციის მიწოდებაზე შეგიძლია ესაუბროთ, თუნდაც ახალ დედიკოებს რომ მისცე რჩევა. ორსულობა და მშობიარობა ეს ორი თემა არის ისეთი, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებაში არის სხვადასხვანაირი გამოცდილება. ზოგისთვის შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, პირადად ჩემთვის ორსულობის პერიოდი 8 თვის განმავლობაში იყო უმარტივესი, მაგრამ მე-9 თვე იყო ურთულეს, ერთიანად ამინაზღაურა, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ მივხვდი, რომ ჩემს ხელს აღარ შეეძლო, ვეღარ მოძრაობდი, ყველაფერი მткиოდა აბსოლუტურად და მე მშობიარობა ზოგიერთისთვის მარტივია, ზოგიერთისთვის რთულია. ორსულობის პერიოდში ვინმე შეიძლება ჰქონდეს რაიმე გართულება, რის გამოც ხშირად უწევდეს ექიმთან წასვლა. და მშობიარობას რაც შეეხება, ეს არის პროცესი, რომელიც რაც არ უნდა მარტივი იყოს, მაინც ემოციურად ძალიან დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. და ეს გავლენას ახდენს შემდგომ პერიოდზე. მოგვიყევი, როდის ქონდა ის პერიოდი, როცა იგრძნო პირველად დაკარგა შენი მე? ჩემი შვილი ცუდად რო გახდა.
1 თვის არ იყო, მოგვიწეს ავადმყოფოში წაყვანა, ჰქონდა ბრონქიტი. უზომოდ დასუსტებული ვიყავი, ახალი ნამშრომლები არ შემეძლო ფიზიკურად ნორმალურად მოძრაობა, ბავშვიც ვერ ამყავდა წესირად ხელში და ის პროცესი როცა ვხედავდი ჩემ შვილს გადასხმას როგორ უკეთებ, ეხაც გადასხმას როგორ უკეთებდნენ, როგორ ტიროდა და მსგავსი ბავშვებს რო ხედავდი კიდე ძალიან ბევრს, აი მაშინ მივხვდი რომ დავკარგე, იმიტომ რომ არაფერი შემეძლო, უსუსური ვიყავი და უზომოდ რთული იყო ეს პერიოდი და ვფიქრობ რომ მაშინ მე ფსიქოლოგი მჭირდებოდა. თუ მიმართებ არა, მაშინ ვიძახდი რომ არა მე ძლიერი ვარ, მე შემიძლია ყველაფერი და გადალახე ეს პერიოდი თუ მაინც დაგჭირდა პროფესიონალის ჩარევა. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, იმიტომ რომ ბავშვის სტერილზე ყოველთვის მქონდა ის რეაქცია, რომ რაღაცა ჭირდა, რაღაცა არ ვაკეთებდი სწორად რაღაცას და რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ დავბრუნებოდი. ანუ საბოლოო ჯამში მიმართე ფსიქოლოგს თუ უბრალოდ შენ თვითონ იყავი შენი თავის ფსიქოლოგი და თუ შენ თვითონ იყავი შენი თავის ფსიქოლოგი, რა ეტაპები გაიარე? მე თვითონ ალბათ მჭირდებოდა და ვფიქრობ რომ კარგი იქნება ჩემნაირად თუ არ დავუშვებთ იგივე შეცდომას მომავალი დედები. იმიტომ რომ ზუსტად სოციუმის ბრალია ეს, რომ როცა დედა ხდები, შენ ყველაფერი უნდა აიტანო, უნდა იყოს ძლიერი, საკუთარ თან უნდა გადადო, მსხვერპლად უნდა გაიღო საკუთარ ასე არ ხდება. ეხა ვისწავლე. მაგრამ ბევრს უჭირს გააზრება და მეც მიჭირდა გააზრება ამ ყველაფერს. გავაკეთე ესეთ რაღაცა ძალიან ბევრს კითხულობდი ორსულობამდე, ორსულობის დროსაც და ვცდილობდი რომ მაქსიმალური ინფორმაცია მქონოდა ამ პერიოდებზე. არავინ არ არის დაზღვეული იმის გარომ მშობიარობის შემდგომ არ შეიძლება ჰქონდეს baby blues, რასაც ეძახიან, აი უაზრო დროცა წერიხარ, მიზეზი როცა არიცი და ამას დამატებული მშობიარობის შემდგომ დეპრესია, რაც ძალიან ხშირია ქალებში. ბევრ შეიძლება ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ეს შეიძლება დიდ ასაკში არ დაემართოთ, მაგრამ ასაკი არ აქვს დეპრესიას. ფიზიკური აქტივობა დამეხმარა ძალიან და ჯანსაღი კომუნიკაცია ჩემს მეუღლესთან, რომელიც ყველანაირად გვერდში მედგა ყოველთვის. მოკლედ დედიკობს მივცეთ რჩევა, ბევრი წაიკითხონ. ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ ესე ვთქვა, თავი გაირთონ და რა თქმა უნდა მეუღლეების ჩართულობაც აუცილებელია. მე მინდა შემდეგ თემაზე გადავიდე, ანუ ეს არის ანუ ქალის ესე ვთქვათ გარეგნობა, ქალის ფორმები, ყველაფერი იცვლება ამ ყველაფერთან ერთად. ანუ შენ როგორი შეგრძნება ქონდა, როგორ გადაიტანე ის მომენტი, რომ აი შენი ფორმები შეიცვალა, შენი სხეული სხვანაირი იყო. ორსულობის დროს მოვიმატე 20 კილოგრამი. ვიყავი 80 კილო, ეს იყო მაქსიმუმი ჩემ ცხოვრებაში, რა ხელაწანაც ყოფილი და ეს იყო უზომოდ რთული ჩემთვის, იმიტომ რომ ისეთ სფეროში მუშაობდი ოჯახის შექმნამდე, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო ჩემს გარეგნობაზე, ვიყავი სამოდელო სფეროში და აი ზუსტად ეს წონის მატება და ის ტოქსიკური სფერო, რომლიდანაც მოვდიოდი, რაღაცნაირად შემომრჩა და მინდოდა რომ ისევ ძველ ფორმაში ყოფილიყავი იდეალური, მაგრამ ჩემ მეუღლის დახმარებით ისევ გავიაზრე ის ყველაფერი, რომ როცა ახალ სიცოცხლეს ქმნი, ეს ყველაფერი შენ სხეულზე აისახება, უკვალოდ არ გაივლის ეს ყველაფერი, შეიძლება გაგიჩნდეს სტრიები, ჩემ შემთხვევაში ესე იყო. შეიძლება დაუბრუნდე იგივე წონას, მაგრამ სხეული არ იყოს ისე როგორც მანამდე. და ეს ნორმალურია. და ყოველთვის თავს მიმხნევებდი და დღემდე ესეა, რომ ჩემმა სხეულმა შექმნა სასწაული. ახალი ადამიანი. და ეს ყველაფერი აისახა ჩემ სხეულზე. ძალიან კარგია, როდესაც მსგავს რაღაცას აანალიზებ ქალი, რომ ანუ შენ არ იქნები ისევ ის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ საქმეს აკეთებ, მოავლინე ახალი სიცოცხლე და კარგია, რომ აანალიზებ ამ ყველაფერს და ზუსტად ეს მომენტი არის რა, რომ სხვებსაც ამ მომენტის გაანალიზება ჭირდებათ რეალურად. ბევრს არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ მაინც ვუწუროთ, რომ დაძლიონ საკუთარი თავი და აუცილებლად ჩადგებიან ფორმაში და იქნებიან ისევ ისეთი ლამაზები. დრო და ემოციური რესურსი. როგორ არის შენი დრო? როგორ საზღვავ შენ დროს? ამ ეტაპზე საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, იმიტომ რომ სრულად ახალ პროფესიას შევეჭიდე. აქედან გამომდინარე, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ დავაბალანსო ოჯახი, ბავშვი, ჩემი საქმე და პლუს კონტენტი, რასაც ვქნი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ საკითხში და დროის სწორი მენეჯმენტი, იმიტომ რომ ზუსტად დრო არის ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და ძალიან ბევრი რაღაცა შეუძლიათ, თუნდაც ერთ წუთსაც კი. აი ხშირად არის ხოლმე, მე მეგობრები მყავს, რომ აი რაღაცა თავიანთ თავისთვის აი დროის
დახარჯვა ენანება და ესე ვთქვათ, რა ეშინიათ. ურჩევნიათ რა საკუთარ თავებს რო დაახარჯონ ეს დრო, პირობითად შვილებს დაახარჯონ. რამდენად სწორია ეს და რამდენად ურჩევდი მსგავს, ან ჩვენ თუ ყოფილხარ გავლენას ეს პერიოდი კი ალბათ დასაწყისში ყველა დედა ესე არის, როცა საკუთარი თავისთვის გამოყოფილი 5 წუთიც კი შფოთვას იწვევს და სინდისის ქენჯნა გეწყება, იმიტომ რომ ჯობდა რომ შენი შვილი ხელში აგეყანა და შეიძლება გაგესეირნა გარეთ, ან უბრალოდ ჩახუტებოდი. ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ დედა ყოველთვის უნდა იყოს შვილთან და ყოველთვის უნდა ასრულებდეს მის სურვილებს. რა თქმა უნდა ასრულებდეს დედა თავისი შვილის სურვილებს, როცა პატარა არის, თუმცა არის ისიც, რომ ყველა ბავშვს ჭირდება ჯანმრთელი და ბედნიერი, პირველ რიგში ბედნიერი დედა, რომელიც ფსიქიკურად არის გაწონასწორებული. იმ შემთხვევაში, თუ შენ 24/7-ზე ბავშვის სურვილების დაკმაყოფილებას მოუნდები და საკუთარ თავს დაკარგავ, აქ ეწყება ზუსტად პრობლემები, როცა დედა ყვირის, დედა დაღლილია, დედა ბავშვს ეჩხუბება. მერე ეს ყვირილი ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს. შეიძლება დედა მერე ვეღარ აკონტროლოს თავი და გადადიან ფიზიკურ ძალადობაზე, რაც ძალიან ცუდად აისახება ბავშვზე და ეს დიდობაში მერე უკვე სხვა პრობლემებს იწვევს. ამიტომ მე ვურჩევდი მომავალ დედებს, რომ 5 წუთი გამონახონ დღეში, რომ საკუთარ თავს მიხედონ. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს გამომწერებს, რომ უბრალოდ სარკესთან დადექით სახე დაიბანეთ და კრემი წაისვით. აი გონდა მეკითხა, როგორ შეიძლება შევქმნათ სივრცე, სივრცე, სადაც საკუთარ თავს რაღაც დროს დავუთმოთ და საკუთარი თავი გვეცოდინება იმ მომენტში, აი თუნდაც შენი ნათქვამით, თუნდაც სარკეს წინ რომ დადგნენ და კრემი წაისვან, თმა დაივარცხონ, რაღაცა 5 წუთი მაინც დაუთმენ დრო, ალბათ ყველაზე საუკეთესო გამოსავალია იმ მომენტში, როდესაც აი რაღაცა ბალანს ვერ პოულობენ. მარიამ, მინდა ვისაუბროთ პარტნიორობაზე და გარემოზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, როგორ იცვლება ურთიერთობა პარტნიორთან, როცა ქალი დედა ხდება? საკმაოდ იცვლება. ამას ვერავინ ვერ გაექცევა, რატომ არის რომ ოჯახები პირველ წელიწადს ინგრევა ძირითადად, იმიტომ რომ ადამიანები წყვილი, უბრალოდ ვერ იაზრებს იმას, როგორ ცვლის ბავშვის შემოსვლა ოჯახში ორივეს, დედასაც და მამასაც. ხშირად გონიათ რომ მხოლოდ ქალი გადის რთულ პერიოდს, არა მამაკაცებიც გადიან ამ პერიოდს, იმიტომ რომ როდესაც დედა ბავშვთან უნდა იყოს, ვიღაცა უნდა იყოს ვინც ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს და ეს დიდი წნეხია კაცებისთვისაც. ჩემ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, ჩემი მეუღლე იმდენს შრომობდა, რომ ვერ ვხედავდი უბრალოდ და ამან გამოიწვია რაღაცნაირი დისტანცია ჩვენ შორის და მე ყურადღებას ვითხოვდი, ის დაღლილი მოდიოდა სახლში და სჭირდებოდა ცოტა ხანი განტვირთვა მარტო ყოფნა და რაღაც პერიოდი დაძაბულობა შექმნა ამან ჩვენ შორის, მაგრამ ჯანსაღი კომუნიკაციით მივხვდით, რომ როდესაც სახლში მოდიოდა, მას ჰქონდა დრო იმისთვის, რომ დაესვენა ცოტა ხანი და შემდეგ ერთად გავსულიყავით დასვენების დღეებში სასეირნოდ. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი პარტნიორი გვიყვარდეს მისი სიყვარულის ენით. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი აფირმაციები, რომ უთხრა, რომ ლამაზია უბრალოდ. შეიძლება იყოს რომ საჩუქარი მიუტანო, ან უბრალოდ ხელი ჩაჭიდა და იჯდა და ნაყოფიერი დრო ქონდეთ რაღაცაზე ისაუბროთ. მცირე დეტალები თუნდაც, აი რაღაცა სიტყვიერი, ესე ვთქვათ, მოფერება, თუნდაც რაღაცა ჩახუტება, ეგეც ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ძალიან შვებას გვრის და ისეთია. მე ვფიქრობ რა უნდა გავუგოთ ერთმანეთს პირველ რიგში, ეს არ არის მარტივი ეტაპი, გარდატეხას გადის ორივე მშობელი. კაცებსაც აქვთ ცვლილება ამ პერიოდში და ქალებს თავისთავად და მე მგონია რომ მაინც კაცებმა უნდა გამოიჩინოთ მეტიმოთმინება და უნდა მიუდგნენ თავიანთ მეუღლეს, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული პერიოდია ქალისთვის. ზოგადად ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არის ხოლმე ესეთი რაღაც, რომ მამები ძირითადად მუშაობენ ხოლმე და დედები, რა თქმა უნდა, ბავშვების მოვლაში არიან და ძირითადად მაინც დედა არის საქართველოში, ასე ვთქვათ. თუ არის ესე თუ შეიცვალა შენი გადმოსახედიდან ეს ტენდენცია თუ ტრადიცია, არ ვიცი როგორ დავარქვა, იმიტომ რომ დედებიც მუშაობენ, არიან ისეთი დედები, ვინც მართლა მუშაობენ და ვერც სამსახურს ვერ მიატოვენ, მაგრამ მამებიც, რომელიც აი სად უნდა იპოვო ბალანსი რეალურად იმას შორის, აი თუნდაც მამაც მამაა, დედაც დედაა და აი მამის როლი ამ მომენტში რამდენად ჩართული უნდა იყოს, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია.
ძალიან ისეთი თემა არის მამა ჩართული უნდა იყოს ბავშვის ყოველდღიურობაში. გასაგებია რომ შრომობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თავის შვილს და ცოლს არაფერი არ მოაკლდეს აბსოლუტურად, მაგრამ დრო უნდა გამონახოს შვილისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მამის ყოფნა მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მატებს მათ და უფრო ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული ადამიანები იზრდებიან. განსაკუთრებით თუ ყავთ გოგო, იმიტომ რომ გოგოსთვის მამა მაინც განსაკუთრებული არის და ესე ვთქვათ, პირველი მამაკაცია ცხოვრებაში, ვინც არის მაგალითი იმის თუ როგორი უნდა იყოს კაცი საერთოდ. ბიჭების შემთხვევაში სიძლიერის, დამცველობის და ძალის მაჩვენებელია მამა და მგონია რომ უნდა იყვნენ მამები ჩართული ყოველდღიურობაში. რაც შეეხება დედებს, რომლებიც ირჩევენ სამსახურში გასვლას, ძალიან კარგია და მივესალმები. ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა ძალიან რთულია ეს პროცესიც. მე პირადად ვიცოდი, რომ ჩემი შვილის პირველი 2 წელიწადი მინდოდა, რომ მის გვერდით გამეტარებინა და მაქსიმალურად მის ყოველდღიურობაში ყოფილიყავი ჩართული და ეს პასუხისმგებლობა ავიღე და პირადად შევასრულე. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა და მე უკვე დავიწყე საკუთარი პროფესიის განვითარება და ზრუნვა იმაზე, რომ როგორც პიროვნება განვითარებულიყავი და არ გავჩერებულიყავი და არ დამეკარგა საკუთარი თავი. აი შენ ახსენე, რომ 2 წელი სრულად უძღვენი შენი შვილის აღზრდას და 2 წლის მერე უკვე გახვედი და ასე ვთქვათ პროფესია გააგრძელე თუ ახალი რაღაც შეისწავლე. გაუცხოება არ ქონდა მაგ მომენტში, როდესაც აი რაღაცა გახვედი და თუნდაც ახალს ეწყავს, თუნდაც ძველს აგრძელებ ის. ქონდა თუ არა გაუცხოება? რა თქმა უნდა. კი, ქონდა. თუნდაც მაგალითი ავიღოთ ის, რომ როდესაც პატარა იყოსო 6 თვის დაახლოებით მეგობრებთან ერთად რო გავდიოდით, ვგრძნობდი რომ ვიკარგებოდი ის სივრცე აღარ იყო ჩემი, რაღაცნაირად სხვადასხვა ინტერესები გქონდა და უკვე ახალ სფეროში როცა ჩავერთე და დავიწყე ახალი პროფესიის შესწავლა, იქ იყო ეს, რომ ჩემი შვილი როგორ დავტოვო და ხო კარგად იქნება ჩემს გარეშე და სულ ნერვიულობდი, სულ შფოთავდი იმაზე გამომივიდოდა თუ არა, ბავშვსაც ყურადღება მოვაკლო, ესეც არ გამომივიდეს, აი სულ დილემის წინაშე ვიყავი, რა ვქნა. მაგრამ პირიქით, ჩემმა შვილმა მომცა мотиваცია იმის, რომ უფრო ძლიერ უყოფილიყავი, უფრო მოტივირებული და კარგად გამომსვლო და ის, რასაც ხელი მოვკიდა და ესეც მოხდა მგონი. თემიდან გამომდინარე, მინდა შევეხო ზუსტად აი იმ მომენტს და იმ სიტუაციას, როდესაც შენი თავი აღიდგინე, ახალი ეტაპი დაიწყე, ესე ვთქვათ და აი ზუსტად აი ის მომენტი მინდა რომ მოგვიყვე, საიდან დაიწყე ახალი თავი, ახალი პერიოდი, როგორ დაიწყო, საიდან დაიწყო, როგორ დაძლიე და მოგვიყვე ამის შესახებ. დედა ჩემი სულ მეუბნებოდა, შენი შვილი ფეხს რო აიდგა, ხელმეორედ დაიბადებიო და მართლა ესე მოხდა. ან ბავშვმა რო გაიარა, უფრო მეტ ენერგიას ხარჯავდა, უფრო კარგად ეძინა, უფრო კარგად ჭამდა და ჩემი ყოველდღიურობაც ბევრად უფრო მარტივი გახდა, იმიტომ რომ არ მეშინოდა, რომ სადმე არ შეუღდებოდა და ფეხზე წამოდგომისას არ დავარდებოდა და რაღაცნაირად თავის და უნებურად ისე გამოვიდა, რომ ყოველდღიური რუტინა აეწყო ისე, რომ ბავშვმაც ხელი შემწყო, ან ჩემი მიდგომიდან გამომდინარე იყო ეს. ვიცი რა მინდა რომ კითხა, აი ეს შვება თუ მოგგვარა ამ ყველაფერმა, ანუ საიდან მოდიოდა თუნდაც ეშვება, აი გონებიდან წამოვიდა შენი ესობა, შვება თუ გულიდან წამოსული იყო სხეულიდან, აი რას როგორ უფრო მეტად რა მიმართულებით განიცადა ეს შვება? არ ვიცი, ალბათ ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო, როცა შემაშველმა ფეხი აიდგა, მე დავიწყე ფიზიკური აქტივობა, ვცდილობდი რომ ბავშვთან ერთად მევარჯიშა ხოლმე და ფიზიკური აქტივობა 5 წუთითაც კი ძალიან ცვლის ემოციებს და ძალიან კარგად აისახება მენტალურ მდგომარეობაზე და მაშინ იყო ხშირად ვსეირნობდით გარეთ, დავბოდით, იოგას ვაკეთებდი ხოლმე სახლში და აი ამან გაამარტივა ეს პროცესი. რჩევა რომ ისე დედებს, რომლებიც აი ამ მომენტში თავს მარტოდ გრძნობენ და რაღაცნაირად ვერ დაიბრუნეს, ესე ვთქვათ, ის შვება, ის საკუთარი თავი. პირველ რიგში ვეტყოდი, რომ სოციალურ ქსელებში, რასაც ხედავენ, ყველაფერი ისე არ არის. მე ძალიან ბევრ დედას ვუყურებდი, რომელიც ისე იდეალურად აჩვენებდა ყოველდღიურობას, რაც რეალობას არ შეესაბამება. ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე, რომ გავაზიარო რეალურად რა განცდები მაქვს, რას ვგრძნობ და ვურჩევდი მათ, რომ არ მიბაძონ, არ მოიქცნენ იმ მახეში, რომ აი ესეთი მარტივია დედობა, არა. ვურჩევდი კიდე იმას, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია ქონდეთ მეუღლესთან და ხმამაღლა თქვან ის ყველაფერი, რასაც განიცდიან, გრძნობენ, ან მეგობართან, რომელიც მოусმენს და გვერდში დაუდგება მათ და
იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს ვერ ახერხებენ და ზედმეტად ჩაკეტილები არიან, შეუძლიათ რომ უბრალოდ წერონ. მადლიერი იყვნენ იმის რაც აქვთ და დრო გამონახონ საკუთარი თავისთვის. მარია, მე შენ აღნიშნე, რომ აი სოციალურ ქსელში, აი თან მით უმეტეს დღევანდელობაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სოციალური ქსელი ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ყველაზე ახდენს გავლენას როგორც პატარაზე, დიდზე, დედაზე, მამაზე, აბსოლუტურად. სწორედ ახსენე, ახლა სოციალურ ქსელში ისე არ არის ყველაფერი როგორც ჩანს. აი მინდა რომ განვავრცოთ ეს თემა. რას გულისხმობ ისე არ არის ყველაფერი როგორც ჩანს. მე აქტიურად ვიყენებდი ორსულობამდე სოციალურ ქსელებს, საკმაოდ აქტიური ვიყავი და ისე მოხდა რომ ორსულობის დროს დავაბავზე ეს ყველაფერი და მშობიარობის შემდეგ ხო საერთოდ დავიწყე. უბრალოდ ვიყავი მაყურებელი, რომელიც უყურებდა დედებს, რომლებიც ისე იდეალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ აი მეც მინდა რომ ესეთი ვიყო თქო. მეც მინდა ესეთი მოვლილი დედა ვიყო. მაგრამ ვიჯექი პიჟამოში დასრული პიჟამოთ და ვუყურებდი ამ იდეალურობას. მე ისე მოხდა რომ ჩემი მენტალური მდგომარეობისთვის დავიწყე სახალისო რაღაც ვიდეოების გადაღება ყოველდღიური, ჩემ შვილთან ერთად რას ვაკეთებდი, როგორ ვმზადებდი საუზმეს და ვაზიარებდი იმას, რაც რეალურად ხდებოდა. სოციალურ ქსელში გვაჩვენებენ, რომ მარტივია ბავშვის დაძინება, მარტივია ბავშვთან ერთად გასეირნება, მარტივია სადმე წასვლა, სალონში წასვლა. თავიდან როცა დევარჯიშის დაწყება, ჩემი შვილი ყოველთვის ტირილს იწყებდა და ვერ ვახერხებდი ამას. გარეთ გასვლა როცა მინდოდა, კენგურუ ცალკე მქონდა, ეტლი ცალკე მქონდა, ეტლში თუ არ ჩაჯდებოდა კენგურუში ვსვამდი და ეს ეტლი ცალკე მქონდა, წელი მткиოდა, ფეხი მткиოდა, ხელი მткиოდა. ანუ სუპერდედობა არის საჭირო, ანუ სუპერდედობა ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ რაღაცა სუპერძალა გჭირდება, რომ აი ეს ყველაფერი ერთად გავაკეთოთ. რომ ნამდვილად არ არის მარტივი, ძალიან მძიმე რას ეცახიან ეტლების ტარება, იმიტომ რომ ვიცი რომ საკმაოდ მძიმე არის და წარმომიდგენია, აი ზუსტად წარმომიდგენია, რამდენად რთული იქნებოდა ეგ. მე კიდე საკუთარი თავის მიხედვით, განსაკუთრებით თუ დედები, რომლებიც ჩემნაირად მარტო ზრდიან ხოლმე შულს, მათთვის განსაკუთრებულად რთული იქნება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი ის იდეალურობა, რასაც სოციალურ ქსელში ხედავენ, რომ გალამაზებული, გაპრანჭული გადიან გარეთ. ამას წინათ ვნახე ერთ-ერთი კონტენტ კრეატორი უცხოელი, რომელიც ძალიან იდეალურად გამოიყურებოდა ქუსლიანებით, ძალიან ლამაზი ეტლი ქონდა, რომელსაც სეირნობდა და მე არ ვარო I'm not the casual mom. არ ვარო ის უბრალოდ დედაო რა. და ძალიან რაღაცნაირად მომხდა გულზე, იმიტომ რომ ბევრი არის ის casual mom, რომელიც თმა დაუარცხნელი ჩაჩაჩული ტანსაცმლის, რომელსაც არც სურვილი არ აქვს რომ ჩაიცვას. მეც დავკარგე სტილი ორსულობის მერე. არ ვეტეოდი რაღაც ტანსაცმელში, ვერ ვინცვამდი. არც მქონდა სურვილი. მაგრამ რაღაცნაირად, ანუ, როდესაც ესე თავისუფალ სტილში ხარ, ბევრად უფრო მარტივი არ არის ბავშვთან ურთიერთობაც და თუნდაც ის გასეირნების პროცესში რაღაცნაირად მგონია რომ ქუსლებზე ვერ გაიგეთ. თუ გაგეკეთა ბავშვი ვეცდებ ქუსლები. და ეგ არის მე ესე ვფიქრობ, რომ ეგ არის ყოველდღიურობის სტილი და ყოველდღიურობა, ესე ვთქვათ, დედების, რომ ზუსტად თუნდაც რაღაც ეტაპზე იყავი იმ ქუსლებზე იდექი, თუნდაც მაკიაჟი ვიყავი, მაგრამ არის ეტაპები, სადაც თუნდაც კეტებით ირბენ და იგივენაირად ბედნიერი იქნები. ვფიქრობ ეგ არა, მე ვფიქრობ რომ ეგ გადამწყვეტი არ უნდა იყოს რაღაც მომენტში. რა, შენ როგორ ფიქრობ? გონია რომ არა. უბრალოდ იცით რა არის, ზოგიერთისთვის ვიზუალური ძალიან მნიშვნელოვანი არის და ცდილობენ რომ თავიანთი ცუდად ყოფნა ამ ყველაფრით გადაფარონ. და შეიძლება პრობლემას სხვაგან იმალებოდეს და ეშინიათ რომ თვალებს ჩახედონ და გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს უფრო მარტივად და ცდილობენ აი ზუსტად ამ მაღალქუსიანებით არავის არ ვაკრიტიკებ, ყველა ინდივიდუალურია, ვის როგორც უნდა, უბრალოდ არ უნდა გააკეთონ ის შედარება, რომ ვიღაცაზე უკეთესი დედა ვარ. იმიტომ რომ ყველა დედა ძლიერია, ყველა დედა გადის ძალიან რთულ პერიოდს და ყველა თავისებურად უმკლავდება სირთულეებს. ეს ერთი ესეთი კითხვა მექნება, რომ აი შეიძლება თუ არა რომ დედობამ არ წაგვართვას მე და არამედ პირიქით გვასწავლოს ვინ ვარ სინამდვილეში. რა თქმა უნდა, დედობის დროს ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ, მოთმინებას, პიროვნულად იზრდები, ჩათვალეთ რომ ახალი ადამიანი ხდებით, ოღონდ გაუმჯობესებული ვერსია, საკუთარი ძველი საკუთარი თავის, სწავლობ მოთმინებას, პატივისცემას, ასევე უფრო ბეჯითი ხდები, ცდილობ რომ
ყველაფერი წესრიგში გქონდეს, ამას დამატებული ითავსებ ძალიან ბევრ პროფესიას ერთდროულად. ფაქტურად მუშაობ, ანუ ეს არ არის დედა არის პროფესია. კი 24 შვიდზე მუშაობ, დედა არის პროფესია, ასე რომ მარტო მამიკები არ მუშაობთ 24 შვიდზე, დედიკებიც მუშაობენ და მათი შრომაც შრომა არის. და ბოლოს ესეთი შეკითხვით მინდა დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი, რას ეტყოდი იმ ქალს, ვინც დედა გახდა და ქალს ეძებს საკუთარ თავში. სარკეში დადექი და საკუთარ თავს უთხარი, რომ ლამაზი ხარ, ძლიერი ქალი ხარ, ყველაფერი შეგიძლია და არაფერი არ არის ისეთი, რასაც ვერ შეძლებ. ჩაეხუტე შენს პატარას და უთხარი, რომ ძალიან გიყვარს და ის პერიოდი, რომელსაც ახლა გადიხარ და თუ გგონია, რომ რთულია, მალე გაივლის და გახსოვდეს, რომ ყოველთვის ასე არ იქნება. გადაცემის სპონსორია კომპანია Naturland, რომელიც გთავაზობთ ყველაფერს ბავშვებისთვის და დედებისთვის. არ დაგავიწყოთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი დედების პოდკასტი, დაგვიწერეთ კომენტარები და დაგვილაიქით. ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის, გულახდელი საუბრისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მარიამ გვიჩიანი. მარიამ, დაგემშვიდობები, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.